საქმე ინდილაში ჩვენი ტრადიციული ყოველკვირეული რუბრიკის მხოლოდ ქართულის დრო არის, რომელსაც კომპანია GM Pharma-სთან ერთად წარმოგიდგენთ. ამჯერად მხოლოდ ქართულის ობიექტივში ტექსტილის წარმოება ციმციმი მოხდა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს და მომხმარებელს სხვადასხვა დიზაინის და პრინტის ტექსტილს აწვდის. ციმციმის შესახებ უფრო მეტ დეტალს რუბრიკის ავტორი თიკო ნათმელაძე გაგვიზიარებს პირდაპირ ეთერში. თიკო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ნინი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ციმციმი ქართულ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. 2020 წელს პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ბიზნესები თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ და ასეთ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელმა გარისკამ გაბედა და ახალი საქმიანობა დაიწყო, რომლის წამოწყების იდეაც თავდაპირველად პირადი საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. შემდეგ კი პროფესიად იქცა, რომელმაც სხვა ადამიანებიც დაასაქმა. ბრენდი სრულად თავის მომხმარებლების ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. ყველა დეტალს ითვალისწინებს და ასე მაღალი ხარისხის პროდუქციასაც ქმნის, რომელიც სხვათა შორის არამხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება. ციმციმის შექმნის ისტორია და კონცეფცია ჩვენი სიუჟეტიდან მოვისმინოთ და შემდეგ უკვე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ტექსტილის გალერეა ციმციმის შექმნის იდეა დაიბადა 2020 წელს ჩემი გოგონას ევას დაბადებასთან ერთად. მოვაგვარეთ ესე ვთქვათ ორი პრობლემა ამ საწარმოს გახსნით. ერთი იყო ის, რომ ჩემი შვილისთვის ეკოლოგიურად სუფთა ტექსტილის შეთავაზება თავად შევძელი და ასევე შევძელი, რომ სამუშაო ადგილი შემექმნა ჯერ საკუთარი თავისთვის, შემდეგ კი სხვებისთვის. ციმციმის ძირითადი მიმართულებაა ეკოტექსტილის წარმოება საბავშვო, საოჯახო და კომერციული გამოყენებისთვის. ძირითადი სტილისტიკაც, ზომებიც, პარამეტრებიც, ვიზუალიც ასე შემდეგ თავიდან ბოლომდე არის მომხმარებლის ინტერესზე და საჭიროებაზე მორგებული. იქნება ეს თეთრეული პლედები, სუფრები, ინდივიდუალური სახელობითი შეკვეთები, კორპორატიული შეკვეთები და ასე შემდეგ. პროფესიით ვარ არქიტექტორ-დიზაინერი, მუშაობდი მუდამ ჩემი პროფესიით, ასევე მუშაობდი ბუღალტრადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როდესაც გაჩნდა ჩემი გოგონა, გადავწყვიტე, რომ რაღაც ისეთი საქმე მენახა, რასაც შევძლებდი სახლიდან გაუსვლელად, ვიქნებოდი ნაყოფიერი და ამავდროულად ვიქნებოდი ჩემს შვილთან ახლოს. ამ პერიოდში 2020 წელს საწარმოო საქართველოს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. ბევრი არ მიფიქრია, ყოველთვის მომწონდა ჭრაკერვა და რაღაცის შექმნის პროცესი. და მაშინვე გადავწყვიტე, რომ მეცა და ბედი ესე ვთქვათ, შევავსე საგრანტო განაცხადი, დამიფინანსდა საბედნიეროდ და პირველად საკუთარ სახლში 2020 წელს გავხსენი ძალიან პატარა და ისეთი მყუდრო ატელიე. შემდეგ დავიწყე მოძიება ბუნებრივი მასალების, მომარაგებლების გავერკვიე ჭრაკერვაში, ყველაფერს სწავლობდი აბსოლუტურად ძირითადად ღამის საათებში, როცა ბავშვი იძინებდა და 1 წლის შემდეგ დაახლოებით შევძლი, რომ სრულფასოვნად მიმეღო ის პროდუქცია, რასაც ხებსაც გავუზიარებდი და თამამად ვიტყვი, რომ დაახლოებით 1 წელში უკვე როგორც ბრენდი, ისე წარვსდექით საზოგადოების წინაშე. პროდუქციის რეალიზაციას ამ ეტაპზე ვახდენთ მხოლოდ ონლაინ სივრცეში. გეგმავთ ფიზიკური მაღაზიის გახსნასაც, თუმცა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ ეტაპზე მუშაობის პროცესში ვართ. პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. მომხმარებლისთვის პირველ ეტაპზე დობის ფაქტორი იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც რაღაცას ონლაინ ვიძენთ, გვიჭირს ფაქტურის საქმე, ხარისხის და ასე შემდეგ. ჩვენ თავაზობდით საგარანტიო მომსახურებას, თუ რაიმე დეტალი თუნდაც უმნიშვნელოთი დარჩებოდნენ უკმაყოფილო, სრულად ვიბრუნებდით პროდუქციას ყველანაირი ხარჯის ჩვენი მხრიდან დაფარვის შეთავაზებით. პირველ ეტაპზე ამან განაპირობა, რომ ერთეული მომხმარებლები მოვიზიდეთ, იყო ეს ძირითადად საქართველოს ფარგლების შეკვეთები და შემდეგ უკვე კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებით მოვიზიდეთ ახალი მომხმარებლები, დავაგროვეთ რეალური მომხმარებლების ბაზა და უკვე ამ ეტაპზე გვყავს დაახლოებით 10,000-მდე ერთგული მომხმარებელი,
რომლებიც პერიოდულად უკვეთავენ როგორც სახლისთვის, ასევე სასაჩუქრად, კორპორატიული დანიშნულებით და ასე შემდეგ. ციმციმის სამომავლო გეგმებიდან პირველ რიგში იგეგმება ფიზიკური სივრცის გახსნა, წარმოების ზრდა და გაფართოება და ასევე წარმოებაში ახალი ხაზების დამატება. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და საქმიანი დილას სტუდიას ტექსტილის საწარმო ციმციმის დამფუძნებელი ანა აბაშიძე შემოვერთდა. ანა დილამშვიდობის თიკო. მადლობა შენი დროისთვის. მადლობა პირიქით. როგორ გრძნობ თავს პირველ რიგში? არაჩვეულებრივად, მადლობას გიხდით, რომ ქართულ ნაწარმს და ქართულ საქმეს ესე უწყობთ ხელს. ანა, მოვყავით ციმციმის ისტორია სიუჟეტიდან, მისი კონცეფცია, რას წარმოადგენს ციმციმი, თუმცა მინდა რომ დამატებით თემებზე ვისაუბროთ და გამოვიყენოთ ჩვენი საეთერო დრო ამისთვის. პირველ რიგში მინდა რომ დავიწყოთ იმაზე საუბრით, როგორია საქართველოში მცირე ბიზნესის მართვა და წარმოება, ესე ვთქვათ, და თუ არის რაიმე სახის გამოწვევები და ბრკოლებები, რომელიც გზად იკვეთება და გიწევთ ამასთან გამკლავება. დიახ, ნახეთ, მცირე ბიზნესისთვის ასე თუ ისე მორგებული და საკმაოდ მეწარმეზე გათვლილი პირობებია, თუნდაც საგადასახადო კუთხით გამარტივებულია როგორც რეგისტრაცია, ასევე მხოლოდ 1%-ით ვიბეგრებით მცირე საწარმოები, ვთვლი რომ ეს ხელშეწყობა. თუმცა იმდენად მცირეა ბაზარი თავად და მრავალფეროვანია თუნდაც შემოტანილი პროდუქცია, რომ მომხმარებელს უჭირს გაერკვეს რომელია მეტად ხარისხიანი და ძირითადად ხდება ხოლმე ფას და ხარისხს შორის სამწუხაროდ ხარისხის უგულებელყოფა. წარმოება რაცა დავიწყეთ 2020 წელს, როგორც აღნიშნეთ, იყო კოვიდის პერიოდი, ურთულესი იყო ლაქტაციაზე მყოფი დედისთვის, რაღაც ზედმეტად დიდი გამოწვევა იყო იმ პერიოდისთვის, მით უმეტეს კოვიდის პირობებში, მაგრამ მუდმივად ვცდილობ მე და სხვებსაც ესე ვასწავლი, რომ რაღაც გამოწვევები შესაძლებლობად ვაქციოთ, მაქსიმალურად მეტად ავითვისოთ რაღაც ახალი ნიშები და ვთვლი რომ ასე თუ ისე დავიმკვიდრეთ თავი დღევანდელობაში. შენ ახსენე წეგან ხარისხი და ფასთან სხვაობა ხარისხთან მიმართებით. ეს ხო ჯერ რაღაცნაირად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას სჭირდება ამას ალბათ. თუმცა რაღაცნაირად სამსახარო გავხადოთ მომხმარებლისთვის, რატომ და რის ხარჯზე ხდება ფასის ცვლილება თქვენ შემთხვევაში, აი მაგალითად, რატომ არის თქვენთან შედარებით ძვირადღირებული პროდუქტი, ვიდრე სხვაგან შეიძენენ და რა პროცესებთან არის ეს დაკავშირებული თვითონ მასალის და ნედლეულის მოძიება? დიახ. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ იმას, რომ ვართ სოციალური მისიის მქონე საწარმო, მხოლოდ ეკოტექსტილით ვმუშაობთ და არ აქვს მნიშვნელობა მოგების რა მარჟაზე გაგვიყვანს სხვა ტიპის შეკვეთა, სხვა ტიპის ქსოვილებით. ვთვლით, რომ ეს ნდობა რაც ამ პერიოდში მოვიპოვეთ უმნიშვნელოვანესია და ნუ პირველი ბრენდის იდეაც ეს იყო, რომ ყოფილიყო ეკო და ბუნებრივი ყველაფერი, სუნთქვადი, ნატურალური და რასაც საკუთარი შვილისთვის გამოვიყენებდი მხოლოდ ისეთი. ფასები ამ ეტაპზე გვაქვს საკმაოდ მორგებული, გადახდის პირობებიც ასევე მორგებულია და შიდა განმადებით უპრობლემოდ შეუძლიათ, ან უბრალოდ შეიძინონ პროდუქცია და შემდეგ გადაიხადონ საფასური. ანუ ვთვლით, რომ არ გვაქვს რაღაც ესე აწეული ფასები პირიქით იმ ხარისხთან შედარებით, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. თან ნახეთ, ვერ ხედავს მომხმარებელი იმ გზას, რა გზასაც ჩვენ გავდივართ, თუნდაც ვთქვათ რაღაც ერთეული შეკვეთის მიწოდებამდე. უნდა მოვიძიოთ ეს ეკომასალები, სასურველი პრინტით, სასურველი ხარისხით, ასე შემდეგ, მოვახდინოთ ტრანსპორტირება, ლოჯისტიკას კიდევ ცალკეული სირთულეები ახლავს და ასე შემდეგ. ვთვლით, რომ სტაბილურობას ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ სასაწყობე მარაგების შექმნით, შესაბამისად ეს ბაზრის რყევები და ეკონომიკის რყევები ჩვენ საფასო კატეგორიებზე არ ახდენს გავლენას. აი მასალის მოძიების ნაწილში ეკოტექსტილის მოძიება რამდენად მარტივი პროცესია საქართველოში? საკმაოდ რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს წარმოება რეალურად არ გააჩნია და მხოლოდ იმპორტირებულ ქსოვილზე ვართ დამოკიდებული. თურქეთში ძირითადად გვიწევს ქსოვილების მოძიება, თუმცა რაღაც კონკრეტული ქსოვილები გვაქვს ფრანგულიც, რაც თავად შემოაქვს, თუმცა ეს თურქული ქსოვილების ტრანსპორტირება ნახევარ შემთხვევებში თავად გვიწევს, იგივე ფასიდან გამომდინარე, ანუ შემოტანილი გაცილებით ძვირია, ვიდრე თავად ჩვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში. ძირითადი მომარაგებელი ამ ეტაპზე ჩვენთვის არის თურქეთი, თურქული წარმოება და ვისურვებდი, რომ საქართველოშიც მალე გქონდეს წარმოება. როგორც სიუჟეტშიც ახსენე შენ რეალიზების პროცესზე საუბრისას, ამჟამად ციმციმის პროდუქცია სრულად რეალიზდება ონლაინ.
ამ მიმართულებაზეც რომ ვისაუბროთ, ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა და ძალიან მოთხოვნადი გახდა ონლაინ შოპინგი, ესე ვთქვათ, და მომხმარებელისთვის კომფორტულია. თუმცა თუ ახლავს ამასაც რაიმე სახის დაბრკოლებები, უგულისხმობ ლოგისტიკური მიმართულებით და ზოგადად რამდენად გამართული პროცესი და რამდენად შესაძლებელია საქართველოში რომ ბიზნესმა ონლაინ სივრცეში წარმატებულად იმუშაოს. გეტყვით ამასაც, ლოჯისტიკის ნაწილში გვაქვს ყველაზე დიდი ხარვეზი და თამამად ვიტყვი, პროდუქცია მზადდება კონკრეტულ დროის ჩარჩოში, თუმცა ძალიან ხშირად ხდება, რომ საკურიერო მომსახურება ვერ გვეწევა ისეთი ხარისხით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საკურიერო კომპანიაა დღესდღეობით ბაზარზე, შეკვეთების დაახლოებით 80-85% მოდის თბილისზე, ყველაზე დატვირთულია მოძრაობა და ძალიან ხშირად შესაძლოა 2-3 მისაბართვის მეძე ვერ მოასწროს პირობითად კურიერმა მისვლა და ამ ჩაბარების სავარაუდო თარიღმა გადაიწიოს. ჩვენთვის როგორც პუნქტუალური კომპანიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ესაა და აქაც ვცდილობთ ბალანსის პოვნას თავისთავად. თუ საკურიეროს ან სხვა რაიმე ხარვეზის გამო შეკვეთა იგვიანებს, ალტერნატივას ყოველთვის ვთავაზობთ ამ ფასდაკლებას, ან დამატებით საჩუქარს უგზავნით, ანუ ვცდილობთ, რომ უკმაყოფილების შემთხვევები გქონდეს მაქსიმალურად ნაკლები და რაღაც ესე ლოიალური მომხმარებლებიც ვთვლი, რომ ზუსტად ამით მოვიზიდეთ ხარისხთან ერთად. შენ ისიც ახსენე, რომ უცხოეთის ქვეყნების ბაზრებზეც იყიდება სიმსივნის პროდუქცია. ეს როგორ ხდება, ეს რა პროცესებთან არის დაკავშირებული და ძირითადად რომელი ქვეყნებიდან არის ხოლმე მოთხოვნა? ყველაზე მეტი წილი შეკვეთების გვაქვს იტალიიდან, შემდეგ ამერიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი რობოგაცილებით ძვირი უჯდებათ საქართველოდან, ვიდრე თავად პროდუქცია ხშირ შემთხვევაში და ასევე საბერძნეთში ვგზავნით ცალკეულ შეკვეთებსაც. იტალიაში ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში, ნაპოლიდან გვაქვს ყველაზე მეტი შეკვეთა და ვგეგმავთ, რომ ფიზიკური სივრცე გავხსნათ იქ მყოფი ქართველებისთვისაც, რომ უფრო გაუმარტივდეთ ქართული ნაწარმის არჩევა. სამომავლო გეგმებზეც გადავინაცვლებ ახლა და სიუჟეტის ბოლოს ახსენე შენ, რომ ერთ-ერთი მთავარი სამომავლო გეგმა არის მაინც ფიზიკური ობიექტის გახსნა და სივრცის გახსნა, სადაც მომხმარებელი მოვა და ადგილზე არჩევს იმ პროდუქციას, რომლის შეძენაც უნდა. ამ პროცესებს რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი სავაჭრო-მოლი არსებობს ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია რომ განთავსდეს ცივციმის სტენდი და ასე შემდეგ. რომელ მიმართულებას აპირებთ რომ მიმართოთ, ესე ვთქვათ, და ეს რა პროცესთან იქნება დაკავშირებული, წინასწარ როგორი ინფორმაცია გაქვთ? ნახეთ, ჩვენ მოვიკვლიეთ ბაზარი, ყველაზე მეტად პოტენციურად გაყიდვადი რა წერტილებით იქნებოდა და მოთხოვნადი, აბსოლუტურად ყველა მულთან გვქონდა მოლაპარაკება, თუმცა ჯერაც წარმოების ეტაპზეა მოლაპარაკება და სამწუხაროდ ადგილები ფიზიკურად არ არის ამ ეტაპზე, ამიტომ ვგეგმავთ ფიზიკური სივრცის განსხვავებული კონცეფციით გახსნა, სადაც შეიძლებათ როგორც მზანედლეულის შეძენა, ასევე ქსოვილების არჩევა, გასაუბრება ინდივიდუალურად დიზაინერთან და ასე შემდეგ. და ასევე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ თავად პერსონალისთვის გვაქვს ისეთი გარემო, სადაც ბავშვებსაც მოიყვანენ, ადგილზე გაართობენ, ამეცადინებენ და ასე შემდეგ, თუ სადღაც ვერ ტოვებენ ბავშვს. ანუ დედებიდან ვცდილობთ ვიყოთ ამოსავალი წერტილი და ბევრი გადაწყვეტილება აქედან მივიღოთ და გვინდა რომ ფიზიკურ სივრცეშიც იყოს ზუსტად მსგავსი შესაძლებლობა დასაქმებული თანამშრომლებისთვის და თუნდაც მომხმარებლებისთვის, რომ საბავშვო რაღაც ზონაც იყოს ადაპტირებული, რომ შვიდად შეძლოს მშობელმა არჩევა და თანამშრომელმა თუ საჭიროება აქვს, რომ ბავშვი მოიყვანოს მუშაობა. დავაზუსტებ, ეს სივრცეც იქნება რუსთავში, როგორც არის თქვენი წარმოება, ხო? შესაძლოა წარმოების ერთი ნაწილი რუსთავში დარჩება აუცილებლად, შესაძლოა სივრცე თბილისში უფრო მეტად იყოს, რადგან მომხმარებლების დიდი წილი თბილისზე მოდის. კი ბატონო, ანა, იმედია მალე გავიგებთ სიახლეებს ახალი ობიექტის გახსნის შესახებ და მოკლედ ბევრ წარმატებას მოვიკითხავთ ციმციმთან დაკავშირებით. წარმატებებს უსურვებ კომპანიას. მადლობა. ციმციმის დამფუძნებელი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად. თიკო, მადლობა ჩართვისთვის და მადლობა სტუმარს საინტერესო საუბრისთვის.